Shalom, მეგობრებო, მოგესალმებით. ყველას ვაგზავნებთ ჩვენ საინტერესო ბიბლიური თემების განხილვაზე. დღეს გვექნება რეჟიმი, კითხვა-პასუხის რეჟიმი. მანამდე სანამ უშუალოდ ვიდეოს დავიწყებთ, ამიტომ გთხოვთ, ვინც ჩვენი მაყურებლები ხართ, ეს ვიდეო მოიწონოთ, გააზიაროთ, დააკომენტაროთ და ვისაც ფინანსურად გვერდში დგომა გინდათ ჩვენი ამ ვიდეოს ქვევით იქნება ჩვენი საბანკო რეკვიზიტები. თქვენც ჩვენ ფულს ვაგროვებთ კომპიუტერისათვის, რათა უფრო მეტი ვიდეოების გადაღება მოხერხდეს და ამ ვიდეოების რედაქტირება მოხდეს უკვე კარგ მაღალ ხარისხში. ასევე მათეს სახარების დაწერას ებრაულ ტრადიციის შუქზე და ამიტომაც გთხოვთ გვერდში დაგვიდგეთ პირველ რიგში ლოცვით და ვისაც გულში ჩაგიდებთ ჩვენი ფინანსური დახმარება, კი ბატონო, უფალმა გაკურთხოთ თქვენ ყველა კეთილ საქმეში. მაშასე, დავიწყეთ. გამარჯობა გიორგი, მოგესალმები. მოდი დღეს ვიტრიალოთ 10 მცნების ირგვლივ. ჩვენ ბიბლიაში 10-ზე მეტი მცნებას ვხედავთ, მაგრამ ეს 10, რატომ ეს 10 და რა არის ამ 10 მცნების უნიკალურობა, რომელიც ნა? 10 მცნება ეს საერთოდ უნიკალური კონცეფციაა ადამიანების ისტორიაში. ძალიან საინტერესოა, რომ არც ებრაულად და არც ბერძნულად მცნება არ ქვია ამას. დეკალოგ ბერძნულად ანიშნავს 10 სიტყვაობას, რომელთაგან წარმოქმნილი 10 სიტყვა. ასევე ებრაულადაც ვთქვათ, ასევე ჰადიბროთ ებრაულადაც ნიშნავს 10 სიტყვაობას. ძალიან უნიკალური მცნებაა ეს და ძალიან ბევრს ეს 10 მცნება ესმის ძალიან ცუდად. და ძალიან არასწორადაა ხშირ შემთხვევაში გაგებული. ტრადიციულად 10 მცნებას ქრისტიანულ სკოლებში და სასწავლებლებში აზეპირებინებენ, მაგრამ მის არს არ უკვირდებიან. არის ესეთი კიდევ პროტესტანტებში არის ესეთი კიდევ მიმდინარეობები ქრისტიანობაში აღარ ვამბობ, რომელი მიმდინარეობებია, რომელიც ამბობენ, რომ 10 მცნება საერთოდ გაუქმდაო, აღარ შეგვჭირდებაო ჩვენ ეს ძველი აღქმის მცნებებიაო. ასე და ასე შემდეგ. მაგრამ ამ ხალხს ავიწყებ ეს რამე, რომ ეს სიტყვები 10 სიტყვა, რომელიც ღმერთმა წარმოთქვა, ეს ღმერთის წარმოთქმული სიტყვებია. და როგორ გონია, ღმერთმა თუ რაღაცა სიტყვა წარმოთქვა თავისი პირით და ამდენი ხალხი მას ესწრებოდა და ის ესმოდა ეს ყველაფერი. ასე ფაილში გაქრება, ან გაუქმებდა რამეთი. არა, რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის. მცნების უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ეს მცნება ღმერთმა მიცა არა მარტო ისრაელს, არამედ ზოგადად კაცობრიობას მიცა. ჩვენ ვთქვით თავში, რომ ეს მცნება არ არის, ეს არის ღმერთის 10 სიტყვა. გახსოვს იესო ქრისტე რო ეუბნება ეშმაკს. არაფრითაც ცოცხლობს ერთი ადამიანი, არამედ ღმერთის სიტყვით. ყველა სიტყვიდან გამომდინარე, ანუ ღმერთის პირიდან ყველა სიტყვიდან რატო ამბობს ამას? იესო ქრისტე მიუთითებს და ამ 10 მცნებას, რადგანაც ღმერთის პირიდან გამოვიდა ეს 10 მცნება. 10 მცნებაზე მიუთითებს. როდესაც იესო ქრისტეს უსვამენ შეკითხვას, რომელია ყველაზე დიდი მცნებაო? იესო ქრისტე ისევ რჯულიდან პასუხობს. ძალიან ბევრს გონია, რომ იესომ 10 მცნება გააუქმა და 2 მცნება დაგვიტოვა. შეიყვარე უფალი შენი ღმერთი და გიყვარდეს მოყვასი შენი. ეს 2 მცნება დაგვიტოვა. და სიმბოლში იესო ქრისტე მესამე მცნება იყო ისევ რჯულიდან. რჯულიდან გამო სიდიდეზე მიუთით, არა, რომ ეს 2 მცნება იყო ყველაზე დიდი. არა, მოგულე რა ხდება. 10 მცნებას მარტო დაზეპირება არ უნდა. ამას გააზრება უნდა. 10 მცნება რატოა 10? მოდი უფრო ღრმად წავიდეთ. დაბადების წიგნში აღწერილი შესაქმნის ისტორია ადამიანმა ღმერთი რო შექმნა სამყარო, 10 სიტყვაში შექმნა ღმერთმა სამყარო. ებრაელებს 613 მცნება აქვს თელ თორაში. თელ ბიბლიაში 613 მცნება არის. ახალ აღქმას არ ვამბობ, თორას ვამბობ. 10 მცნება შედგება 613 ასოსაგან, ებრაული ასოსაგან. ანუ ეს კავშირი არის ერთმანეთთან. და იესო ქრისტეს თუ დააკვირდები ბოლოს სიტყვებს ამბობს, ამ 2 მცნებაზე კიდიაო, დანარჩენი მთელი რჯული. რატო კიდია? რას ნიშნავს კიდია? დაკიდებულია. ანუ არის 2 მცნება, ასე ვთქვა და ამაზე რო ჩამოაბა დანარჩენები. აი ეს მომენტი არის
ახლა გეტყვი რა. 10 მცნება 5 არის ღმერთის თაყვანისცემისთან მიმართებაში და 5 არის მოყვასთან მიმართებაში. ანუ გიყვარდეს ღმერთი შენი, როგორ უნდა შეასრულო ადამიანმა. შეიყვარე უფალი შენი, როგორ უნდა 5 მცნებას თუ ასრულებ, რომელიც ღმერთის თაყვანისცემას ემსახურება. გიყვარდეს მოყვასი შენი, დანარჩენი 5 მცნება, რომელიცაც შენ ასრულებ მოყვასთან მიმართებაში. და რატომ მოხდა ეს ორ დაფაზე? ესენი არის პირდაპირ პროპორციული ერთმანეთის მიმართ. მე ვარ უფალი შენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანა, პირდაპირ პროპორციულია მე-6 მცნებასთან, რომელიც არის არაკაცკლა. რატო? როდესაც შენ ადამიანს კლავ, შენ პირდაპირ უმიზნებ ღმერთის ხატებას, ღმერთის შექმნილ ხატებას და პირდაპირ პროპორციულია მაგ მცნებასთან. ანუ მე ვარ უფალი შენი ღმერთი, მიხვდე რას ნიშნავს? შენ უნდა გიყვარდეს კაცი. გახსოვს იოანე წერილში რო წერს, ვინც ამბობს ღმერთი მიყვარს და თავისი ძმა ძულსო, მას არ უყვარს ღმერთი, ის თავისავს ატყუებსო. ანუ იოანე მოციქული, რომელიც ამ პირველ ეპიზოდს წერს, ის 10 მცნებაზე ლაპარაკობს. 10 მცნების მოკლე ფორმულირება მოგვცა ჩვენ, მაგრამ სიღრმე ახლა რო გავუშალოთ ეს მოკლე ფორმულირება, ახლა გაჩვენება. პირველი გითხარი რომ პირველი მცნება დაკავშირებულია მე-6 მცნებასთან არაკაცკლა, მეორე არ იქონიო კერპები, არც რაიმე არ ემსახურო მათ. რომელ მცნებასთან არის დაკავშირებული? არ იმრუშო. ანუ ღალატი. ხდები? მე შედეთ რომელი მოდის? მესამე მცნება რომელი მოდის? არ წარმოთქვა უფალი შენი ღმერთის სახელი. რომელი მოდის? რომელი მცნება მოდის მერე? რომელთან არის დაკავშირებული? მე-4, ხო? მე-4-ზე მომდის. მესამე. მესამე მცნება არ წარმოთქვა შენი უფალი ღმერთის ისა სახელი და რომელ მცნებასთანაა თუ ჩვენ ვთქვით რომ მე-6 არის არაკაცკლა, მე-7 არის არ იმუშო, მერვე არ იპარო. რატო არის ღმერთის სახელის ამაო წარმოთქვა ალიპაროსთან დაკავშირებული? თითქოს არაფერი არაა, ხო? მაგრამ ჩვენ როგორ გვესმის ღმერთის სახელის ამაო წარმოთქვა? ესეც ძალიან არასწორად გვესმის. რატომაც გონია რომ ღმერთის სახელის წარმოთქვა ეს არის აი არ დავიფიცო, ღმერთო ჩემო თუ თქვი ეს ღმერთის სახელის ამაო წარმოთქვა. ეს არის საბავშვო ბაღის დონე. ეს არ არის მაგას. გახსოვთ ღმერთი რას ეუბნება ეზეიკელ წინასწარმეტყველის პირით 36 თავში ებრაელს ისრაელიანს რას ეუბნება? ჩემი სახელიო თქვენო შებღავლეთო ხალხში. რას შებღავლეთო? ანუ ადამიანი რომელიც ამბობს მე ვარ მორწმუნე და ცხოვრობს ცოდვაში, ის ბღალავს ღმერთის სახელს და ის იპარავს ღმერთის დიდებას. ამიტომ არ იპარო დაკავშირებული ღმერთის სახელის შეგვალ. შენ პარავ ღმერთის დიდებას, როდესაც შენ ამბობ რომ ხარ მორწმუნე და ცხოვრობ ცოდვაში და აკეთებ არაკანონიერს, ნებისმიერ რამე აიღე. ეს ქურდობა იქნება, სხვა რამე იქნება. ეს პირდაპირ პროპორციული ამასთან. მერვე რომელი მოდის? არ გამოხვიდეთ სრულ მოწმე? მე-9. სრულ მოწმე რომელ მცნებასთანაა? შაბათთან. შაბათთან. როგორ შეიძლება არ გამოხვიდეთ სრულ მოწმე შაბათთან დაკავშირებული? მე-4 მცნება რომელიც ჩვენ გვეუბნება ძალიან საინტერესო ღრმას გადმოსცემს. მე-4 მცნება ჩვენ გვასწავლის იმას, რომ ღმერთმა შექმნა სამყარო 6 დღეში. მე-7 დღის დასასრულში. როდესაც შენ არ იცავ შაბათს, შენ ხდები სრულ მოწმე ღმერთის. იმიტომ რომ შენ არ აღიარებ, რომ ღმერთმა შექმნა სამყარო 6 დღეში და მე-7 დღეს დაისვენა. ხედავ როგორ პროპორციული ერთმანეთთან ეს ყველაფერი. ძალიან საინტერესოა რა? და მე-7 არ ინდომო, არის დაკავშირებული სხვისი ცოლი, სხვისი ქონება, არაფერი არ ინდომო. პატივი ეცი დედასა, მამასა, შენსა. ზოგი ამბობს რომ პატივი ეცი დედასა, მამასა, შენსა, ღმერთთან არაფერი კავშირში არა. როგორ არა? პირდაპირ კავშირშია. თუ შენ შემშობლებს პატივს არცებ, როგორ ხილუმშობლებს არცებ პატივს, როგორ წებ შენ პატივს? უხილავ ღმერთს. ანუ მშობლებთან ურთიერთობა ეს პირდაპირ პროპორციულია ღმერთს. ანუ კარგი მშობლებთან ურთიერთობა ეს ღმერთის თაყვანისცემაა. ნები?
და როდესაც შენ არ ინდომებ სხვისას, ეს არის პირველი, რომ შენ მშობლებთან კარგად გაგზავდნენ და შენ კარგი შვილი ხარ და ღეგრძელი იქნები ქვეყანასა ზედა. ხედავ, როგორია? ძალიან ეს არის ერთმანეთთან ძალიან დაკავშირებული. კიდევ უფრო ღალატ. მე გითხარი რომ 10 დეცემბერი ძალიან მაგარია. უნიკალურია, ეს არის სოფლიო მორალისთვისა. ეს არის დაკავშირებული პირდაპირ შესაქმნის 10 სიტყვაობასთან. პირველი მცნება მე ვარ უფალი შენი ღმერთი, პირდაპირ პროპორციულია და თქვა ღმერთმა იყოს სინათლე. მეორე მცნება არ იყოლიო კერპები, ხო არის მეორე მცნება. პირდაპირ პროპორციულია გაყო ღმერთმა მყარი წყლისაგან, რას გასწავლის? კეთილის და ბოროტების შეცნობას. რა არის ხო, რა არის კარგი და რა არის რომელია ნამდვილი ღმერთი, რომელია ამაოება. წყალი მყრისაგან გაყო. ხოსია. ესე შეიძლება ჩამოყვეთ ბოლომდე, მაგრამ თუ ვისაც აინტერესებს რომელსაც წიგნსაც ჩვენ ვაპირებთ დაწერას, იმ წიგნში ვილაპარაკებთ ამ თემებზე უფრო სრულებლად დაწურებით ყველაფერს. ახლა შეკითხულობთ. ერთ-ერთი წიგნობართგან იესოს რომ ეკითხება, რომელია ჯგუფში პირველი მცნება. ხო. აი იესო პასუხობს ესეც იტყვის ისმინე ისრაელო, აი თითქოს რაღაცა კაცრი ის არის მიმართვა რა ისმინე ისრაელო უფალი ჩვენი ღმერთი ერთი უფალია. აი ეს აი პირველი მცნება ებრაელისთვის აი რატო არის მაინც ისმინე ისრაელო. მე ამაზე ერთი განმარტებას მოვისმინე და ძალიან მომეწონა მამა გურამ მოთხოვზორიანს განმარტა ეს და ძალიან მომეწონა და ეს ხო თქვი რო ანუ სხვა საწყისი არ არის ყველაფერი მისგან არის მე ვარ ნათლის შემქმნელი მე ვარ გმირის შემქმნელი და ნუ ამ სხვა ძალა რო არ მივანიჭოთ სხვა რამის რა ანუ სხვა ძალა რო არ არის ამას საერთოდ პირველი მცნება ეს ისმინე ისელო უფალი შენი ერთი ღმერთი მარკოზის სახარება ისწერია ხო ეგა? ის რომ მათეს სხვანაირად უწერია. ხო, იმიტომ რომ მათესთვის არ იყო მნიშვნელოვანი, მათემ იცოდა როცა მაგას ამბობდა, მაგ ცების ზემოთ რა იყო. ეს ყველა ებრაელმა იცის. შმა ისრაელ ქვია მაგას, შმა ისრაელ ადონაი ელოჰინუ ადონაი ეხად. ესა ებრაულად ისა. მეც დავიზები. ხო, კიდევ რაღაცა მაინც ხომ ისწავლია შენთვის სხვა თუ არაფერი. ხო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამეა. ჩემმა მეგობარმა ძალიან კარგმა ადამიანმა ძალიან კარგი განმარტება მიცა ამას და მე ამას სულებით ვეთანხმებ პირდაპირ ებრაულ ტრადიციასთან კავშირში. მოსმენასთან. პირველი მცნება იწყება მოსმენისაგან. თუ შენ არ უსმენ ღმერთს, ის ვერ გახდება ის ერთადერთი. შენი უფალი. ამიტომ ყველაფერი იწყება მოსმენისაგან. ებრაელებმა რა სიტყვა თქვეს, იცი 10 მცნება რომ თქვეს? ნასე ვეიშმა. ყველაფერს გავაკეთებთ და შევასმენთ. გავაკეთებთ და მოვისმენთ, ასეა რა. ზუსტად, ნასე ვეიშმა მოსმენა, ხო? ვეიშმა, ანუ რას ნიშნავს? პრობლემა ის იყო, რომ ებრაელებმა ამ ვეიშმას ცოტა სხვა დატვირთვა ამიცეს. ისინი წავიდნენ ვუკუაურად იმისაკენ, რომ ოღონ გაეკეთებინათ და მივიდნენ ფორმალურობამდე, რჯულის ფორმალურ მხარემდე მივიდნენ. მაგრამ რჯულის სულიერი მხარე არის ზუსტად მოსმენა, შმა. მოსმენა. შენ ღმერთი არ შეგიყოლება თუ შენ მასთან ურთიერთობა არ აქვს. ის ვერ გახდება ერთადერთი თუ შენ ურთიერთობა არ აქვს. ცოლი შენ როცა ოჯახში ყავს და ცოლი შეირთავს, უფრო და უფრო გიყოლება ურთიერთობაში, თანაცხოვრებაში. და უფრო ხდება ის ერთადერთი. მანამდე ის როცა შეყვარებულია, ეს ემოცია, ეს არაფერი არაა. მე ხდება ეს ერთმანეთთან შეწეპება, რასაც ქვია. აი ესა, ამიტომაც ამოვსხმე. ამიტომაც ეს ცემა იწყება ბრძანებითია რომ მოსმენა, წმენა მოსმენისაგან, მოსმენა მერტის სიტყვებისაგან. პავლე მოციქული ამას იგივე იდეას ამბობს პავლე მოციქული. ამიტომ რომ თუ ჩვენ გვინდა მოსმენა ქრისტეს სიტყვისაგან. ხო, მოსმენა ქრისტეს სიტყვებისაგან. ხო, პავლე რომელთა 10:17 თუ გინდა დაგიკონკრეტეთ ლიანად სადაც წერია. ანუ მთელი იდეა არსი მდგომარეობს იმაში, რომ 10 მცნება თუ გინდა რომ დაიწყო, 10 მცნება იწყება მე ვარ უფალი შენი ღმერთი.
ათიმცნება ეს არ იწყებს პირდაპირ. ათიმცნება შენ გაცნობს ღმერთს. ვინაა ღმერთი? მე ვარ უფალი შენ ღმერთი. ანოხიმ იუთხე ვაფხე ელოხიმ. ებრაულად ასე არის. ანუ თქვა, ანოხიმ იახვე ელოხაი ასე რო თქვა. ასეთ შეიძლება ითქვას ებრაულად. გაცნობს ვინაა? აგრეთვე ანოხიმ ეს გადმოგცემს, ეს ათიმცნება გადმოგცემს კიდევ ძალიან უნიკალური სიტყვა. ანოხიმ სიტყვა არის აკრონიმი. სიტყვებიდან შემდგარი, თითო ასოებიდან შემდგარი რა გამოდის, იცი? რომ მე ათიმცნებასაც ღმერთი ეუბნება, მე გაძევ თქვენ დღეს, ასე გამოდის. აკრონიმი პირველი ასოებიდან რო შეგრებოდეს ეს სიტყვები გამოდის. მე თქვენ დღეს გაძლევთ ჩემს სულს. ათიმცნება ეს ღმერთის სულია. აი ბოლოს მაგაზეც მინდა პარალელი გავლო სულთმოფენობასა და ხო, სულთმოფენობა, ანუ მაგაზე ცნებას შორის. ის რაც დაფებზე მიეცათ ებრაელ ერს სინაის მთაზე, ეს იყო დაფებზე ამოტვიფრული. რომელ დღეს მოხდა ათიმცნების მიცემა? 51 დღეს. ასექიდან 50 დღეს, ანუ გამოსვლის 50 დღეს მიეცათ ესა. საოცარი არა? ამიტომაც ეკლესიის დაარსება მოხდა ქრისტეს ასექიდან, ჯვარცმიდან 50 დღეს და ზუსტად ის რჯული, რომელიც იყო დაწერილი სინაის მთაზე, რჯული არ იცვლება. როგორც იერემი ამბობს, ეს რჯული ქვებზე კი აღარ იქნება დაწერილი. გულებში იქნება ჩაწერილი. ჩემს რჯულს ჩავწერო. არ უკვირდებიან, ღმერთს ერთი რჯული აქვს. 5 რჯული არ ქონია. ჯულს და არა ახალ ჯულს. ხო, ჩემს რჯულს და არა ახალ რჯულს. ამაშია ძალიან დიდი ნიუანსი. ეს რჯული დაიწერება გულში, გულებში და ამ გულებში დაიწეროს ეს რჯული, ამისათვის ჭირდება სულიწმინდა. და ეს იყო უკვე იესოს ახალი ათმის ეპოქიდან იესოს მოგება მონაგები, რასაც ქვია. ახლა კიდე მინდა ვისაუბროთ აი კერპებს რა, ახლა ის დრო აღარ არის, რომ ვიღაცამ ოქროს ხბო ჩამოასხავს და რაღაც მარაჩმეს დროში. აი რა არის კერპი ჩვენ დროში? და კიდევ აი მინდა ისტორია შევეხოთ აი დავითისა და სოლომონის ხვაობაზე. აი სოლომონს რატო დაემართა ის, რაც დაემართა, როდესაც უფალი ორჯერ გამოეცხადა. ყველაფერი კარგად იცოდა. მაგრამ მაინც საკერპოებისკენ გაიწვდინა ხელი. რაც მამამის დავითს არ გაუკეთებია. მომწონს ერთ-ერთი ხადაგებელი, ერთ-ერთი ძალიან პროტესტანტი ქრისტიანი ავტორია, რომელიც კერპებთან მიმართებაში ძალიან მოკლე ფორმულირებას აკეთებს. ორი სიტყვით ამბობს. ჩემთვის ყველაფერი კერპია, რაც ღმერთს მასშორებს. მოკლედ რო ვთქვათ. ნებისმიერი რამე შეიძლება იყოს კერპი შენ, რაც შენ ღმერთთან ურთიერთობას გაშორებს. ეს იყოს შეიძლება შვილი, ცოლი, სამსახური, გაგერბება ასეა. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, მართალი ხარ, ძროხას არავინ არ აკეთებს, მაგრამ ძალიან ბევრი საცდურია და ადამიანი ასე თუ ისე მაინც კერპსახურებაში ჩავარდება. ზოგიერთისათვის რიტურგია, რიტუალები უფრო მთავარი ხდება, ვიდრე ღმერთთან ურთიერთობა. ზოგიერთისათვის ხადაგება და სწავლება ბიბლიის უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ვიდრე ღმერთთან ურთიერთობა. ანუ ხდები, ასე ვამბობ, კერპი შეიძლება ნებისმიერი რამე გახდეს. მაგრამ რაც შეეხება თუ მეორე ცნებას მთლიანად გავშლით, აი მარტო კერპი ხო არა, იქ ხატებზეც მინდეს ლაპარაკი. გამოსახულებაზე წერია. და სხვათა შორის მეორე რჯულის მეოთხე თავში წერია, რომ ხატი პირდაპირ სიტყვა წერია ბერძნული იკონოს. პირდაპირ ბერძნული სიტყვა იკონა რა ქვია? იკონოს არ გააკეთო ქალის მსგავსი. მამა ადამიანის მსგავსი არ გააკეთო. ანუ აქედან გამომდინარე ეს პირდაპირ ურტყამს ამ ცნებას. მე ეხლა გიგეუნებოდ გელაპარაკებოდი პირდაპირ იმაში. თვით მოსემას, რომელსაც იხილა ღმერთთან ურთიერთობაში, ჩვენ ღმერთთან ურთიერთობაში რა უნდა შევიცნოთ? მისი თვალები? რატო როცა კითხვას ვამე, რატო რომ მოციქულები არასდროს არ აღწერენ იესოს გარეგნობასო? რატო?
მოციქულება რა გადმოგვცეს? გარეგნობა კი არა. ხასიათი, რატო? მოსემ, როდესაც ღმერთი იხილა მთაზე, რომელსაც წამედგინე ღმერთი იხილა, მხელა ფიგურა იხილა, ზურგი იხილა ღმერთის. მხელა თანდასწრება მოვიდა ღმერთის და რა თქმა, ღმერთის 13 ხასიათი ჩამოყალიბა. წყალობელი, კეთილი, ბოროტებს სამართლიანი, ბოროტებას უპასუხებს თავის დროზე. ყველაფერი არის ღმერთის ხასიათი. ანუ მეორე მცნება ჩვენ გვასწავლის, რომ ჩვენ კი არ უნდა გავეკიდოთ ნახატებს ან რაღაცებს, არამედ შევიცნოთ რა არის ღმერთის ხასიათი. ესაა და სოლომონთან მიმართებაში სოლომონს დაემართა ის, რომ მეორე რჯულში წერია ღმერთმა დაუდო მცნება სოლომონს, რომ ეტლები არ მოიმრავლო, სამხედრო ეტლები, რაც სოლომონმა სამხედრო ეტლები მოიმრავლა, გამრავლასე რო იტყვია და სოლომონმა ბოლო წააგო იმით, რომ მას ყავდა მრავალი ცოლი. ზოგს ერთი ცოლმა ვერ დააყარა ხერი და 700 ცოლი რას უზომდა შეწარმოგიდგენია. ნუ ასე თუ ისე სოლომონიც თუნდა იმაში, რომ მან არ დაიცვა ღმერთის სიტყვა. და აქ გვასწავლიან ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი გაკვეთილი გვაქვს, რომ ხიზლობა უნდა ვიფხიზლოთ. შაბათის მცნებაზე ღმერთი გვეუბნება ესე ძალიან ორ რამეს. გახსოვდეს და გაუფრთხილდეთ. ამ მცნებაზე აღული სიტყვა გახსოვდეს და გაუფრთხილდეთ. იმიტომ რომ ღმერთმა იცოდა რომ ეს ადრე იქნებოდა, ადრე თუ გვიან ეს საკითხი დადგებოდა და ახლაც არის დამდგარი რომ ახლაც დებატები მიდის.